აპლოდისმენტების შემდეგ პენტაგონის პირველი ქარტის თავარ ბრძოლას, რომელიც გაიმართება კრივის წესებით 80 კილოძონით კატეგორიაში. ამ ორ მებრძოლს შორის დიდი სპორტული დაპირისპირებაა. მათ ანგარიში არის ერთი. შევეგებოთ მებრძოლებს და ვანახოთ თუ როგორ ველოდებით მათ. და გაერკვიოს მათ შორის საუკეთესო გაერკვიოს ვინ არის. და პირველი მებრძოლი შავ კუთხეში დავით ბადურაშვილი, მეგობრებო, მოემართება პენტაგონისკენ ჯარჯი ბადურარი ხასიათის მებრძოლი და მე როგორ შევატყე პენტაგონის მაგრეგორი მოემართება. იდეალურ ხასიათზეა და ვიცით როგორი შოუ შეიძლება გვაჩუქოს. რესტოკი, ბინძური დარტყმები, ყველაფერი არის მისაღები. ნამდვილი სტრაიკერია ბადურა. ნამდვილი განგსტერია. ნამდვილი სტრაიკერია და ვნახოთ დღეს როგორ განწყობაზეა ბადურა იდეალურად გამოიყურება, დატენილია. და ისიც გაუგებს ახლა ჩვენს ხუთკუთხედს ტრილოგია მოემართება ჩვენსკენ. ერთია როგორც წამყვანმა აღნიშნა ზურასა და ბადურას შორის დაპირისპირება, ვინ წაიღებს? ეს არის თავარი კითხვა, ვინ წაიღებს დღეს გამარჯვებას? ვინ გახდება ტრიუმფატორი? ალბათ ყველას აინტერესებს როგორ არიან ბიჭები მომზადებულები, სად ემზადებოდნენ, როგორი განწყობა სულ მალე გამოჩნდება ჩვენს ხუთკუთხედში. მთელი დარბაზი სულ განდაბული ელოდება ამ ბრძოლას. ბადურა შეაბიჯა პენტაგონში, ჯარჯი ბადურა დატენილია, დატენზაობას აპირებს. წვანე კუთხე ზურა მარგიშვილი ძალიან გამოცდილია. სლავა მარგიშვილმა წეგან იდეალური KO-ა იყო და ვნახოთ ზურა მარგიშვილი გააგზელებს თუ არა მარგიშვილების დომინაციას პენტაგონში. ვნახოთ must go on. ძალიან რთული გამოცდა ელოდება ზურა მარგიშვილს, ბადურას ახით და ბადურას ნიკოლო ზურასთვის ძალიან პრინციპული ბრძოლა. ძალიან შემოვარდა ხამზა ჩიბაევივით. შემოვარდა ხამზა ჩიბაევივით იმედია. ძალიან პოზიტიურად დაასრულებს. ასევე ჩემი მიწაწყლის შვილია და რასაკვირველია ხობა გოფიმედია. არავის არ ეწყიდება, უნებრივის არის. ამ ბიჭებს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ გაიმარჯოს მებრძოლმა სულმა ჯარჯი. მებრძოლმა სულმა და საუკეთესომ გაიმარჯოს პენტაგონში დღეს. იმისთვის ვართ რომ გამოვავლინოთ ვინ არის საუკეთესო. იქნება ერთადერთი არჩევანი შიგნით შესვლა და ჩხუბია. იქნება Fight of the Night. ვნახოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარ სანახაობას შემოგთავაზებენ ბიჭები. შეაბიჯა ზურამა ჩვენს ხუთკუთხედში და let's fucking go. ნახოთ, რისი თავი აქვს ერთს ან მეორეს. რეფერი პენტაგონზე გივიკო იოსელიანი. გივიკო იოსელიანი ჩვენი რეფერი. რეფერი ინდიკეი. ბადურა შავ კუთხეში, შავი ბადურა წვანე კუთხეში მარგიშვილი. დაიწყო ზურამ აქტიურად კარგი გაცვლები. ამას ველოდებოდი ზუსტად რა კარგად მუშაობს. ბიჭები არ ზოგავენ ერთმანეთს. ბრავო მარგიშვილს როგორ კარგად შევიდა და მუშაობ ბოდიდან ზურა მარგიშვილი. ვერ ასწრებს იცი ბადურა დისტანციის და სუჭირს დისტანციის შეჭმა ელოდა ესეთ ახლო კონტაქტში ჩხუბს. მარგიშვილი მაგრად შედის ინიციატივა გამოიჩინა მარგიშვილმა და ბადურა ელოდება. ბადურა ცდილობს რომ დისტანცია აიღოს. დაუხუროს ზურას. და არ მისცეს საშუალება შეუძრეს. ახლო დარტყმების მანძილზე ბადურაშვილის არტისტიზმა იჩინა თავი, მაგრამ უშველის ეს არტისტიზმი. არანაირი კლინჩი ბადურამ არ მტკენიაო. კი ხასიათია ნახე ხა ბადურაშვილს ძიმე დარტყმები გაატარა სხვათა შორის, თუმცა ნახოთ შეჭამა და ვერ გზნობს ხა აწובה ბადურაშვილი. მარგიშვილი დატენილია. ცენტრი უჭირავს ისევ ზურას და სანადიროთ არის მოსული. ზურა აქ 3 რაუნდისთვის არ არის მოსული. ყურია რემატჩი. რა კარგად აიცილა ბადურამ, აი ბივოლის კანელოს სტილში აიცილა ეხლა ეს უკი.
ბადურამ და ვნახოთ. აი ხა კარგად ჩაუსვა. მარგიშვილო მარცხენა ჰუკი. Head moment-ი კარგი ჩახვიდვა. ეს არის დავით ბადურაშვილი. ეს რა იყო? ამას ელოდებოდა ბადურა უძლია. სუბტაუერი. ამას ელოდებოდა დავით ბადურაშვილი. ბრავო მარგიშვილმა. ნახოთ კამბექი, ნახოთ მარგიშვილისგან. აი ბადურაშვილი როგორ ომალივით ურტყამს. ერთს ურტყამს და ურტყამს ზუსტად. აი ხლა მაგარი მძიმე იყო. მაგარი მძიმე დაწყამო. და ჰუკი ზურას შესრულებ თუმცა როგორ ჩაუსვა ბადურა. ნახოთ შედის ისევე და ბადურა ინიციატივით. აი კამბოს მარგიშვილი კეფაში მომხდა, მაგრამ არ იყო ეს კეფა. არ იყო ეს კეფა მექანიკა იყო. ნახოთ ბადურა ნადირობს. ბადურაშვილმა. ბადურა ნადირობს. ეხლა კარგი დაცვა ბადურასგან. უტევს მარგიშვილი უნდარო. არა ეს რაუნდში აიღოს აბაროტი. მაგრამ ძალიან გაუჭირდება. როგორი ჩხუბი. მაგარი მარჯვენა ჰუკი მოარტყა ზურამ. როგორი ჩხუბი გვაქვს ჯარჯი. მართლა fight of the night-ია. ნახოთ რა კარგად დგას ერთიც და მეორეც მარგიშვილი არ იმედატყვები მიიღო ახლა. არ ინჩნევს მარგიშვილი იმ ნოკდაუნს, მაგრამ ეხლა ამზადებს რამეს მარგიშვილი თუ უბრალოდ ამზადებს, რა თქმა უნდა რომ ამზადებს. გააცალკევებს ეხლა ჩვენი რეფერი და კარგი დათქმა იყო ბადურაშვილი. ბადურას როგორ ის დაიჭირა მარჯვენა. სნიკი შოთებია. ზურას გამოიცნო ხა ზურას ტრაექტორია. 10 წამი შესანიშნავი რაუნდის დასრულებამდე სულ რაღაც 10 წამი. ისეთი რაუნდია რომ ყველაფერი შეიძლება ყოველ წამს მოხდეს. იდეალური პირველი რაუნდი. ჩვენ ესეთი ინტენსიური პირველი რაუნდი არ გვინახავს. პირველი რაუნდში არ ვიცი ყველაფერი ვნახეთ. ყველაფერი ვნახეთ როგორი. მაგალი ბოქსის კლასი, დისტანცია, ნოკდაუნი, შესვლები, head moment-ი, არტისტიზმი, ენის გამოყოფა, ყველაფერი იყო აქ ფაიტერებისგან და როგორ შეაფასებდი ამ პირველ რაუნდს. სიტყვები არ ვიცი, სიტყვები არ მყოფილი. ძალიან მაგარი ნოკდაუნი იყო. ეს იყო, არ ვიცი, სასწაული პირველი რაუნდი. ესეთი პირველი რაუნდი არც ერთ ბრძოლაში არ გვინახია. ნამდვილად. მიუხედავად რომ ძალიან მაგარი ბრძოლები ვნახეთ. როგორი აქტიური იყო ხო მარგიშვილი თავიდან და აი არსაიდან მოძებნა ის კროსი ბადურა რომელმაც გაუშვა. ნაჯახი ჩაარტყაო ბადურაშვილმა რაღაცნაირად შონ ომალივით ურტყამს ეს ბიჭი. შონ ომალივით გამოზომილი დარტყმები აქვს. როგორ დაბრუნდება მარგიშვილი მეორე რაუნდში. ნახოთ იგრძნობს პირისპირეს ბადურაშვილს ახლა მარგიშვილმა ძალიან შეიძლება 10 head moment-ი შეიძლება head moment-ი და კარგად უპასუხა ბადურაშვილი როგორ დგას. მაგარი ბრძოლა მიმდინარეობს. კარგად არის ბადურა მომზადებული და კაი ხასიათის კარგი ბოდიშოტი. გამხნევება თითოეული მაყურებლისგან ფაიტერებს არაკლიათ ორივეს თავისი გულშემატკივარი ყავს ჯარჯი და ვნახოთ ეხა ბადურა თუ მარგიშვილი. ვისი ტრილოგია იქნება ეს, ვისი ღამე იქნება. ახლა კარგია ბერკოტი. კარგი ზურა ყოჩა, კარგად შევიდა. კარგი ბოდიშოტი. ფერდში მარჯვენა ჰუკით. კარგი ბოდიშოტები იყო. გადაატარა ეს ოვერჰენდი, მაგრამ გადარჩა კარგად ჩაყვინთა. ბადურა კარგად მუშაობს ტანში და აქ ზიანიც ეთყობათ უკვე ორივეს, მაგრამ ყვინთავს იცი, ყვინთავს მარგიშვილი და შეიძლება აფერკოტი მოხდეს და ბადურა უკვე აქ თამაშს იწყებს ბადურა. ბადურა ემოციებზე მოქმედებს მარცხენა ჰუკი. აფერკოტი ძალიან მაგარი ბოდიშოტი. ჯარჯი მარგიშვილი ყვინთავს. მარგიშვილი ახლა გაატარა სამი დარტყმა, გაუტარა ბადურაშვილს. და თითქოს ეს ყველაფერი მიიღო და შეჭამა ბადურა. ფსიქოლოგიაზე მაგრამ თამაშობს მოქმედებს. კარგად, აი ხა ქვემოთ მოხდა. ქვემოთ დარტყმა იყო, აშკარად წელსქვემოთ დარტყმა იყო. წელს ქვემოთ მოხდა. აგზელებინებს მზად არის მარგიშვილი. არანაირი კლინჩი. უშეღავათო დაპირისპირება. ტენგი გვინდა.
stand and bang-ი გვინდა და body shot. კარგად მუშაობს, მაგრამ უპასუხა მარგიშვილმა. კარგად ჩაღუნოს თავის ზურამ, არაფრით არ შეიძლება ხა თავის ჩაღუნა მაგას შეიძლება. ვამბობ, რომ აფერკოტები მოხდება აუცილებლად ბადურასგან. გაჩერდა ბრძოლა. მიიღო სიტყვერი გაფრთხილება ბადურაშვილმა სტოპის მერე დაარტყა ზურას რაც კი, მაგრამ დინამიკაში ეს არ რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული და მიზანი შეწონილი შემდეგში რო გაიმეოროს მაგრამ ქულა არ დააკლა. აუცილებლად კარგად დახვდა ბადურა. კარგად დაიჭირა დახვდა ბადურა. კარგად მუშაობს ორივე და ვნახოთ აქ გაცვლები. საშიშია ბადურაშვილი. კი, მაგრამ ნახე მარგიშვილი პოკეტბოქსში ცოტა საშიშია. დისტანციას დაიჭერს პირველ ნომრად ბადურაშვილი კარგად მოხდა. ეხლა მარგიშვილი იხლება მარგიშვილი ახლა შეიძლება და პასუხი დაებრუნებინა. და ბადურა იცინის თითოეულ დარტყმაზე. და არ დაუჭდეს ზვირად აფერკოტებს რა კარგად. კარგი შეიძლება და დაესრულებინა მარჯვენა ჰუკით. მარგიშვილს იწევს. ამოარტყა. მე რამდენი აფერკოტი. გავიდა აფერკოტი მარცხენა აფერკოტი ძალიან კარგად გადრა. ჩინში მოხდა თუმცა ჯარჯი. აიღო სულტად აიღო მარგიშვილი. სუდად ყუნთავს მარგიშვილი. სუდად ყუნთავს ბადურასთან ეს დაღლა ჯაყუთები არ შეიძლება. შეიძლება კარგად მუშაობს. კარგად მუშაობს და გოლკი. გოლკი. ეს რა იყო? მაგარი მეორე რაუნდი იყო. პირველი რაუნდის განსხვავებით. ფული მეორე რაუნდი იყო საჯებისთვის. close რაუნდი იყო. ახლო რაუნდი იყო. ეთყობა მარგიშვილს დაღლა და ეთყობა ბადურას ის რომ მაგარ ხასიათზე აქ მოსული. ბადურაშვილს ყოველთვის ესეთი ხასიათი აქვს, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. მეტოქეზე მენტალურად იწევს ეხლა ბადურა მარგიშვილს რო ხდება იცინის რასაკურული ეს ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად აისახება, როდესაც მეტოქე ემოციურად გაწონასწორებულია თავისთავად. ირევა რაღაც დონეზე შენი გეგმები ბრაზდები ემოციურად რაღაც დისბალანს განიცდი, ამიტომ მაგრამ დააყვეს ზურა თამაში ბადურაშვილს. მაგრამ ძვირი არ დაუჯდეს ბადურაშვილს ეს თამაში მარგიშვილთან. ნახოთ როგორ შეაფასეს ეს რაუნდი. საჯიბა დაიწყო მესამე რაუნდი. რამდენად გადამწყვეტი ვნახოთ. შევიდა ბადურაშვილი. ბადურა რას მუშაობს? მაგრად მუშაობს. ბადურა ავტომატი მიაყარა კარგად დახვდა. ბრავო. ბადურაშვილი არ ვიცი. ბრავო. მე ესეთი მომზადებული არ მინახია, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად. ესეთი დატენილი ბადურა, ესეთი მომზადებული მე არ მინახია. პასუხი ზურასგან. ნახე როგორ მუშაობს. სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო აქ მარგიშვილმა და პირველ ნომრადაც მაგრამ არაფერი ფეხი დაუწდა აქ ბადურაშვილს და იმედია კოჭი არ გადაუტრიალდა. კი, ტექნიკური სამსახური გჭირდება, ეხლა აქ უნდა მოუწმინდოთ აუცილებლად პენტაგონი. და ესეც იქცევიან. ზურას კუთხეს და ალბათ დაეღვარა წყალი შესვენებაზე და იცი რთულია ეხლა რა, მაგან შეიძლება კოჭის ტრავმა მიაყენოს. მოჩხუბარს და იმედია ბადურაშვილი ტრავმას არ მიიღებს და ბრძოლას გააგრძელებს. არა, ბადურა არ მიიღებს აქ ტრავმას არც მარგიშვილი ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ნამდვილი მეომრების ჯახი ახლა ბადურაშვილს მაგარი ავტომატებია. მაგარი ავტომატი აქვს ნამდვილად და ნახე რა კარგი აფერკოტი და მარგიშვილიც რა კარგად მუშაობს. უბრალოდ ეხა აფერკოტები რო ჩაყვიტავს აუცილებელია გადააყაროს ხელები. არ უნდა გაიჭედოს და ყვითვის დროს. როგორი მომზადებულია ბადურა? მაგარი მომზადებულია როგორც ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ზურა ძალიან კარგად გამოიყო. კარგად დახვდა ბადურაშვილი ოვერჰენდს. აიცილა ახლა შეახვედრა. ეს არის ცეცხლოვანი გაცვლები და ბადურას ისევ ავტომატი. ბადურა მაგრად იცავს მხრით. კარგად მუშაობს. ბრეიკი აქ სიტყვიერი გაფრთხილება. არ დაარტყა კეფაში, რადგან პენტაგონში გვაქვს სხვა წესები. არანაირი კლინჩი, არანაირი ბექფისტი, არანაირი კეფაში დარტყმები, მაგრამ ჯარჯი თუ დინამიკაში და მექანიკაში ხდება. მე ვფიქრობ, დინამიკაში იყო ეს დარტყმა, რადგან თავს დაბლახრის ზურა, რაც არ ვიცი, რატო აკეთებს, შეუძლია ზურას
ფეთქებადი ბოქსის შესთავაზოს ბადურაშვილს დახრის მერე აუცილებელია რომ პასუხი გასცეს. ბადურას ინიციატივა არაკლია და ჯარჯი, აი ეს ავტომატი რა მაგრად მუშაობს? რაც არ ვიცი. რა მაგრად მუშაობს ეს ავტომატი? აქვს დამუშავებული იდეალურად ბადურას. სულ სხვა ბადურაშვილია. ნახე, მაყურებლის წინაშე. სულ სხვა ბადურაშვილი. დაასრულებს ბადურა ამ ბრძოლას? თუ გაუძლებს მარგიშვილი. პასუხი ზურამ. აი ახლა შეიძლებოდა. აგუპე თამაშობს ბადურა, ნახე, არ დაუჯდეს წვირი მარგიშვილთან არ შეიძლება ეს ყველაფერი. ზურა ძალიან საშიში. ახლა მოხდა. ძალიან საშიში. მოხდა კეფაში და ქულა დააკლეს ბადურას. ქულა დააკლეს ბადურას, იმიტომ რომ მოხდა კეფაში და ყურის ძირში. ნუ ნოკდაუნი გაბათილდა, ხო შეიძლება ესე ითქვას? გააცალკევებს ახლა აქ. იდეალური პონტი შოტი ეს მუშაობს და ნახე, აი კიდე ავტომატი. მინუს ქულის მიუხედავად მინუს ქულის მიუხედავად სამ რაუნდში ბადურაშვილი. სამივე რაუნდში ჯობნის. სამივე რაუნდში ჯობნის ბადურა. ძალიან კარგად მუშაობს და ნახოთ აქ სასწაული ხდება. მარგიშვილს ისე აქვს თავი დახრილი ქვემოთ. არ მეგონა რომ ბადურაშვილი ესეთ სანახაობას და ესეთ მომზადებას გვაჩვენებდა. ეს არის მომზადებული, დატენილი ბადურაშვილი. ეხლა ბადურას მოხდა ყურის ძირში და კეფაში. კარგი ორიანი. ძალიან მაგარი შოუ. მარგიშვილი კარგად მუშაობს, მაგრამ ნახე, ეს არის შესანიშნავი გაცვლები. ბადურას იდეალური გაცვლებია. ნახოთ. და მოუსრო მეგობრიცი ეს ძალიან მაგარი რაუნდი, ძალიან მაგარი ბრძოლა. Fight of the fucking night. Fight of the night. ნამდვილად Fight of the night. ბრძოლა. მე შესანიშნავი პერფორმანსი. მე ესეთი დატენილი ბადურა არ მინახავს მისი კარიერის განმავლობაში. რაც მე მაქვს ნანახი. ძალიან მაგრად დაიწყო იმ ერთადერთმა საბედისე რომ დარტყმამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა დამეთანხმები ნიკოლოზ. ძალიან ბევრი რამე შეცვალა. გაეტარებინა ის დარტყმა შეიძლება სულ სხვა ზურა გვენახა მეორე და მესამე. კი, მაგრამ ჯარჯი ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზურას ჩაყვინთებმა ბადურასთან არ იმუშავა, იმიტომ რომ ბადურამ მიაყარა ავტომატები, ბადურამ მიაყარა აპერკოტები და ამ ჩაყვინთვის დროს ძალიან მაგრად მუშაობდა ტანში ბადურა და ბრავო მუშაობა ბადურაშვილი. ბრავო 30-27 ჩემი. მე აქამდე არ მინახავ. არც მე არ მინახავს. ბრძოლაში ჩვენ ვყავს გამარჯვებული და საჯების გადაწყვეტილებით. ამ ბრძოლაში გამარჯვებულია დათვით ბადურაშვილი. ბადურა მოგებულია დღეს ტრილოგიაში. ბადურა დღეს და ბადურა ნამდვილად აბაბადეში გამარჯვება ტრილოგიაში. ამ ტრილოგიას ყავს გამარჯვებული და ღირსეული გამარჯვებული. ზურას შესანიშნავი ჩხუბის მიუხედავად ღირსეულად გაიმარჯვა დავით ბადურაშვილი. ბადურას ულოცავთ ნამდვილად ბადურას მიაქვს ტრილოგია, ბადურას მიაქვს ფული სახლში დღეს.